საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ტრადიციულად მე და ბატონი ოთარი და გვინდა გავიაროთ გასული კვირის ამბები. ნუ პირველ რიგში შიდა პოლიტიკით დავიწყებთ. ალბათ ყველა მივაქცევთ ყურადღებას, რომ 7 ლიდერი, ასე ვთქვათ, თუ 8 უკვე 7 ლიდერი არის ეგრეთ წოდებული ლიბერალური ფრთის ოპოზიციის დაკავებული. დაკავების მიზეზი არის ძალიან მარტივი. ეს არის კომისიაზე არ გამოცხადება, ანუ მათ არაფერი არ ემუქრებოდა თუ კომისიაზე გამოცხადებოდნენ, ისეთი აცხადებენ, რომ ეს კომისია არალეგიტიმურია და იმიტომ არ მოდიან. ეხლა აქ სხვადასხვანაირად შეიძლება შევხედოთ, ოთარ, შენ რას დაარქმევდი ამ ჯიუტობას, როდესაც 7 თვეს ციხეში ჯდომას ამჯობინებენ ერთ დღე წულუკიანის პირისპირ ჯდომას. ხო, ალბათ ძალიან რთულია იმ კითხვებს უპასუხოს, მაგალითად ბანკირებმა, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა და ეს ისეთი კითხვებია, რომელიც მართლაც ამჯობინებენ ციხეში ჯდომა ჯობია, ვიდრე თქვათ ტევე პირველზე ხა გვარამია რომ დაჯდება და გრიგოლია შეუკვეთავს კითხავს, ეს კითხე და რო პასუხობს, ხაპასუხობით, ხო? აქ არ იქნება, რა თქმა უნდა, ესეთი კითხვები იქნება ძალიან მძიმე კითხვები, მისი პირადი მონაწილეობით და ნუ ამას ამჯობინებს თუ ციხეში იჯდნენ რა. მე ესე მგონია, აბა ნუ სხვა ახსნა ამას არ აქვს ხა. უკვე თვეებია ჩვენ უყურებთ აი ამ იქ დატერორებულ ბიზნესმენებს და ყოველთვის რაღაც ხშირ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ეს საქმეები TBC ბანკთან მიდის, სადაც მაშინ ხაზარაძეს ეხა არა აქვს იქ წილები, მაგრამ მაშინ იქ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და ნუ ეხა რა თქმა უნდა ის კითხვები გამეორდება ხაზარაძესთან მიმართებაში და ჯაფარიძესთანაც და სხვებთან, ვინც მაშინ სააკაშვილთან ერთად მონაწილეობდა ბიზნესის რეკეტში. რა ვიცი, ოთარ, აი გულწრფელად ვიძახი მე ამ ბოლო დაკავებაზე ვამბობდა ახლა. მე ახლა ამ ადამიანების დიდ სიმპათიაში, კი არა, საერთოდ სიმპათიაში ვერავინ ვერ დამადანაშაულებს, თითოეული მათგანის, ნუ ოქროაშვილზე საერთოდ ლაპარაკი არა მაქვს, ეს გვარამიაზე, ნუ ეს ბოროტების სიმბოლოები, ცალკე თემა. უბრალოდ პოლიტიკური ველის ესე ამ მეთოდით მოსუფთავება და რასაც ნუ თვითონ წავიდნენ, მე ხო არ ვამბობ, რომ თქვა ამ შემთხვევაში ხელისუფლებას მე დიქტატორს არ უწოდებ და არც ეს იყო მათი არჩევანი, მაგრამ ეს არჩევანი კიდე ერთი მავნებლობაა მათი მხრიდან. მე ვისურვებდი, რომ ისინი გარეთ ყოფილიყვნენ. აი გულწრფელად ვიძახი რა. მართლა ვისურვებდიო გარეთ, მაგრამ ნუ არ ტოვებენ სხვა გზას. ხა ჭიჭე ვაშაძეს არ ვიცი, ხა რო კითხავენ, რომ თქვა შენ როგორც იუსტიციის პირველ პირს, რატო ქონდა 10000 ყალბი პირადობის მოწმობა 2012 წელს. სისხლისებო მე კი ქართულოცნებასთან კითხავ, რატო არ აღიძრა საქმე, რომ 10000 ყალბი მოწმობა ქონდა ტიპს თავის უწყებაში, ხო? თან იუსტიციაში. თან ეს სამინისტროა, ხა იუსტიციის მაშინ ადეიშვილის მოადგილე იყო, წარმოიდგინეთ. ის უბედურება და სიბინძურე, რაც მაშინ ქვეყანაში ტრიალებდა, ყველაფერი სამწუხაროდ თითქმის ყველაფერი აი ამ სამინისტროსთან იყო დაკავშირებული და ხა ვინ დაიჯერებს ხო, რომ ვაშაძე საქმის კურსში არ იყო, რა ხდებოდა, როცა ამ უწყების პირველი მოადგილე იყო. არ ვიცი, ეხა ოთარ, ჩვენ გამოგვდის, რომ ეხა ხელისუფლებაზე ვამბობთ დადებით. გახარიას მომენტია გასაკვირი, ანუ როგორ შეიძლება ასე მან მივდივარ. დამთხოვდა, რომ ეს კაცი წავიდა იქ უცხოელებთან შესახვედრად და უცებ ხელმეორედ გამოიძახეს, არა და წულუკიანმა აღნიშნა, რომ იქ კურიერმა მიუტანა მას თვითონ გახარიამ ჩაიბარა ეს იმ დღეს და იცოდა მან წინასწარ, რომ უნდა გამოცხადებულიყო და იქვე უარი არ უთქვია. რა არის იცი ოთარ, ეს ჩორჩანას ამბავი იმდენად სპეციფიური და პროფესიულია, ეხლა ნუ აი არიან, ნუ საქართველოში ხო ცხოვრობენ ესეთი ადამიანები, ყველაფერზე პასუხი აქვს და ყველაფერი იცი. მე მაგალითად ცადე ცოტა ჩავღმავებოდი და ვერ გავერკვიე რა, კარგად, ეხლა ვინ არის დამნაშავე, ვინ არ არის, ეს ჩორჩანის საგუშაგო სწორი იყო, არასწორი იყო, ცოტა გამიჭირდა რა, სიღრმისეულად, იმიტომ რომ იქ არის ისეთი ნიუანსი, მაგალითად გეტყვი, რომ კაცავრო რომ საზღვარზე დარბის რა, იქ თავი რაღაცა ხა რუსებს ამით არაფერი არ აკლდება, მაგრამ ჩვენ სპეცსამსახურებს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის, ძალიან დიდ რესურსს, აი ბოროტებას ჩადის, პირდაპირ ვიტყვი რა. პოპულისტობს, ეხა ომი რო იყო ცხოვრებაში ვერ მოიცალა ომისთვის და ომი არ არის და ცდილობს ომი გამოიწვიოს, ხო? ნუ ტიპმა რა. ერთადერთი რაც მოიცალა სამხედრო საქმეში, რუსულ სერიალებში რუსულ კეთილ ბოევიკის როლს თამაშობდა და ეს მგველაპარაკება ხა რუსეთ ომებას და რუსეთთან ომზე. ნუ ზაბო ხო და
არის რაღაც ისეთები სიღრმისეული, რომელსაც აი სპეციფიური ცოდნა უნდა რა. ან შეიძლება გაზვიადებული არა, მე უბრალოდ ძალიან არ მომწონსო თქვათ იგივე აი ხანდაპატიმრებულებიდან ლელოს ლიდერებზე ვიტყოდი რა და ну გახარიას დაუბრუნდები, რომელიც შეიძლება აღარ დაბრუნდესო უკვე და ისეთ ორჭოფულ პასუხებს იძლევიან მისი პარტიის წევრები და გამართულ პასუხს ვერ იძლევიან და თქვათ ზვიაძიძიგური იქ საერთოდ აღარ გამოჩნდა ინტერვიუზე იყო დაძახებულია რაღაც არიციან ეთყობა რა უპასუხონ ხო არც გადაწყვეტლება არ არის მიღებული და ერიდებიან ხო მიკროფონს და სიმართლის თქმას და მე ვისურვებდი რომ თქვათ ეს ორი პარტია აპირებდა მონაწილეობას ჩვენს პოლიტიკური კლიმატის გასაჯასაღებლად მე მგონია რომ ეს კარგი იყო რა მართლა ესე მგონია რა ყოველ შემთხვევაში ისინი ბევრად რაციონალურად აზროვნებდნენ მიდრე აზროვნებენ თქვათ ის 5 და 4 ნომერი ნუ ბოროტების 2 რქა რა ეხა ეს მაქვს 2 რქა და 5 ნომერია მეორე 4 ნომერი ხო საქართველოში ეს წარმოუდგენელი ბოროტება რომელსაც არაფერი არ გამოასწორებს და არც მან მინდორებს ხო ეხა შეუძლებელია გამოსწორებული აი არ ვიცი რა სადისტი არ არსებობს ხო ბუნებაში ეხა სადისტია რა ის ბუნებრივი მოცემულობა დაბადებიდან გისმენთ ზარია მართლაც გაფარჯობათ, როგორ ბრძანდებით, როგორ? გაიხარეთ, მოგესალმებით, მადლობა. თქვენ ტელევიზიაში ხარვეზია არის მის ლაპარაკი. ჩვენ გვესმის. ჩვენ რო გვესმის მაყურებელს არ ესმის ეთქობა და მაყურებელს არ ესმის არა. კარგად ისმის თქვენი ხმა. თქვენი ხმა მართლა კარგად ისმის და რა. კი, მაგრამ თეფური არ ლაპარაკოს მართლა არ ესმის. ვაი, მე მიკროფონი ჩართული მაქვს, კი ბატონო. ყველაფერი წესრიგშია და ძალიან წუხარ თუ არის. ფურიას არ უყვარს ხმამაღალი საუბრი. ჩემი ხმა დამაცავლის ბრალი არ იქნება ნამდვილად. კარგი, დაწნევით ტექნიკურ პერსონალს თქოთ რომ იქნება მიხედონ რაშია საქმე რომ ჩემი ხმა არის მის ძალიან გული დამწყდა რომ არის მის და მე ხაი ტყუილა ვლაპარაკობ და გავაგზავნოთ რა ოთარ მოდი ისევ თემას დაუბრუნდეთ რა რომ ამას ძალიან ცუდი გამოხმაურება აქვს უკვე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოვისმინეთ დღეს რომ ამ ამბავს გმობს რომ ამდენი პოლიტიკოსი დაკავებული არის, ასევე დღეს იყო ესე იგი სახელმწიფო მინისტრის ინგლისში ლორდთა პალატაში გამოსვლას, რომელმაც სპეციალურად საქართველოს მიმდინარე პროცესებს მიუძღვნა თავისი გამოსვლა, სადაც კვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა ქართული ოცნების აი ასეთი ნაბიჯების მიმართ და მოუწოდა ყველას მსოფლიო თანამეგობრობას რომ რაღაც იღონონ ქართული ოცნების წინააღმდეგ. ეს რა ვიცი კრიზისის ასე უფრო ტემპერატურის ზრდისკენ მიუთითებს ვიდრე რაღაც შენელებისკენ და შერბილებისკენ პროცესის და რატო მიექანება აქეთკენ ეს ოცნება ან მიექანებს ამ ქვეყანას რომ რაღაც მაინც და მაინც დაძაბოს კრიზისში შექმნას გააღრმაოს ეს კრიზისი რაში ჭირდება უბრალოდ ნამდვილად არ მესმის მით უმეტეს ხე გახარია მაინც დაეტოვებია ხო? ხო არა ნუ გახარიას ემუქრებაო 9 წელიო 10 წელიო რა 15 წელზეა საუბარი ეს სამშობლოს ღალატის მუხლით ნუ ახლა ნუ არ ვიცი ხა მარტო თუ გავლენ ამ არჩევნებზე ესეთი ბელორუსიაშიც არ ხდება უკვე ბელორუსიაში დამკვირვებელი მაინც ყავთ ამასიად მოვისმენთ დინარაძისგანაც და კობახიცისგან რომ დამკვირვებლები არ ჭირდებათ ის ეუთო ოდირი რომელიც თითქოს ბოლო არჩევნებზე ოცნების სასარგებლო დასკვნებს დებდა თუ ოცნების სასარგებლო დასკვნები იყო რატო არ უშვებს ხო სხვა დამკვირვებლებს რატო არ უშვებს ვიცი რომ შემოვიყო ჩვენთან უამრავ დამკვირვებელს ესეთი აზრი გამოიწვა ეს უკვე შეიცვალა თვალსაზრისი და თქვენს რომ არც ერთი დამკვირვებელი არ ჭირდებათ ისეთ ქვეყანაში როგორც ბელორუსია, მაგალითად დამკვირვებლები ყავთ, ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ თავისუფლად და ლაღად ჩავიდნენ იქ დააკვირდნენ პროცესს. გასულ კვირას ლუკაშენკომ რამოდენიმე პოლიტპატიმარი გაუშვა, ანუ იმ მოვლენების აქტიურ მონაწილეები, რომლებიც 2-3 წლის წინ გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ ბელორუსიის ხელისუფლების. და ჩვენთან რა ხდება? ნუ რაღაც ამათ უკვე ხო გავასწარით და რაღაც ახალ ისეთ მოდელს ვიგონებთ ტოტალიტარული ქვეყნის ასაშენებლად ისე გამოგვიყვება რომ მე და შენ ჩვენ სამეზობლოში არც ერთ ქვეყანას ისტორიას არ ახსოვს და რატო აკეთებენ ამას თუ ვინმე გაგვცემს ოცნებიდან პასუხს ძალიან დაგვავალებს და ზარია ეთერში და იქნებ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ ალო არც კადრი ჩანს და არც ხმა იქნებ ობიექტივი არა ხო? დიახ, თქვენი კარგად გვესმის. ძალიან წუხოთ, არც კადრი ჩანს, არც ხმა ისმისო და ამ დროს
იქ გვაცნობებენ რომ გარშემო დაუკავშირენ და ყველა გვისმენს, ყველა გვიყურებს რა, ყველა არხზე ეთყობა რაღაც გარკვეულ უბნებში და მონაკვეთებში, ან გარკვეულ ქალაქებში ან რაიონებში არის მის რა, ძალიან ძოდი. ოთარ ეს არის რაც არის ჩვენი მოცემულობა დღევანდელი რა, ძალიან ცუდი კიდევ ვიძახით რაც ხდება, ამით არა ვართ აღტაცებული, არც ახლა დიდად დაპატიმრებებით არ გაგვიხარია. სიმართლე რო ვთქვათ, გვერდჩივნა რომ ის ხალხი კომისიაზე გამოჩენილიყო და თავის ნამდვილი სახე წარმოეჩინათ, გაეცათ კრიტიკული კითხვებისთვის და არა გრიგოლიას კითხვებისთვის პასუხი. მარტო ამაზე ხო არ არის, ახლა უტევენ მედიას, უტევენ სამოქალაქო საზოგადოებას, აქტივისტებს. არა, სამოქალაქო საზოგადოება ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვა მე ეს რაც არის ახლა უცხოურ გრანტებზე შემჯდარი ყველაფერზე წამსვლელი რაღაცა ტიპები მე არ ვთვლი მათ საზოგადოების ნაწილად. ჩვენ არ ვთვლით, მაგრამ უცხოეთი ასე ხედავს ამათ. უცხოეთი არ ხედავს გამოცხადებული თავის აგენტურას, ხო? რომელსაც აფინანსებს გარდა და რასაც მოსთხოვს იმას აკეთებინებს. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურაა. ახლა მართლა ლონჯარიას შეიძლება რომ ქართული 26 მაისს ქალმა წოდება მიიღო, ხალხს თავები დაუხეთქეს და იმაზე ხა. ამ ქალმა დემოკრატიაზე დგას და დემოკრატიაზე მელაპარაკება ლონჯარია. ქართულმა ოცნებამ უცხოელების თვალში ესენი გმირებად აქცია. ფაქტი ამ დაკავებებით, ამ კანონების გამკაცრებებით, ამ ხელა ჯარიმებით, რას აკეთებენ, ხო? მეტი ამ უბედურება ის ხო რომ გარკვეულ პერიოდამდე ეს ჯარიმებიც ისა რა მათ რეიტინგს წევენ ამით ყველა სამხიარულები რომ ვიღაცები გარედან იხდიდნენ ქვეყნის გარედან იხდიდნენ ეს ვიღაცები ქართველები არ იყვნენ იყო რაღაც სპეცსამსახურები ხო და როდესაც უცხოეთის სპეცსამსახურების ინტერესებში ხდება რაღაცა ქვეყანაში ის არ შეიძლება ჯანსაღი მოვლენა იყოს რა და იმ ქვეყნის სასარგებლო მოვლენა იყოს მოდი ოდა ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება ნატოს ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ და არასამხედროები, უშუალოდ პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის ტრამპი ევროპაში აღარ მახსოვს, რომელ ქალაქში იყო ეს შეხვედრა, რომელ სახელმწიფოში ევროპაში იყო ეს შეხვედრა და ეხლა სულ ორ დღის ამბავს ვიძახი და აღმოჩნდა, რომ ერთადერთი თემა გასახილველი იყო ნატოს ბიუჯეტის გაზდა, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული უკვე ცალსახად აცხადებს, რომ აღარ აპირებს ევროპის უსაფრთხოებაზე თავის მილიარდების ჩადებას და ევროპამ კეთილი ინებოს და თვითონ მიხედოს თავის თავს და თავის უსაფრთხოებას, იმიტომ რომ ხა ხვედრეთი წილი ამერიკის არის უდიდესი, არა იმიტომ რომ ის ყველაზე დიდარი და დიდი ქვეყანა, არამედ თავის ეკვივალენტობის მიხედვითაც ძალიან პატარა აქვს ევროპელებს წილი და ამერიკელებს ბევრად მეტი აქვს, ვიდრე ისინი არიან დიდი რა. იმიტომ რომ ხა ბიუჯეტით ევროპა რომელიც ფაქტიურად ნატოა, ფაქტიურად, რა გამონაკლისების გარდა და ამერიკის ბიუჯეტი არის თითქმის თანაბარი. მაგრამ ნატოს შემთხვევაში ამერიკის ხვედრეთი წილი ლამის 70%-მდე ადის. ანუ არა კანონზომიერად და არა და სწორი არის ამ შემთხვევაში ტრამპი მათთან მიმართებაში, რომ აცხადებს, რომ კეთილი ინებეთ გაზარდეთ თქვენს ხარჯები. ეხლა რო დაუკვირდეთ ევროპის ეკონომიკას არ უდგას კარგი დღეები, ეს გამოიწვია უკრაინა-რუსეთის ომმა და არ ვიცი საკმაოდ ისეთი მძიმესი არ გონია ეს ისეთი ტკბილი და თბილი შეხვედრა ყოფილიყო ძალიან ცოტა რამე გამოვიდა გარეთ ამ შეხვედრიდან ჩემსაც საკმაოდ მძიმე და ალბათ ურთიერთბრალდებებზე აღებული შეხვედრა იყო და ურთიერთ მოთხოვნებზე რომ მე ამდენს ვაკეთებ და შენ არაფერს არ აკეთებ და თქვა ამერიკის პოზიცია ევროპელ ლიდერებთან შედარებით მართალი იყო ხოლო რაც შეეხება ეხა ირან მინდა რომ აი ყველას მოულოცო რომ გაჩერდა ის უბედურება რაც ჩვენ სამხრეთით ხდებოდა სულ რაღაც 300 კილომეტრის იქით ეს იყო ყველაზე მაგარია ის რომ კობახიძემ და პაპუაშვილმა დაგმეს ესე იგი ამერიკული ბაზების დაბომბვა რეგიონში ეს რომელიც მოხდა ირანში დადიან იქ უსამძიმრებენ აიათოლების გარდაცვალებას აგმობენ სულ ახლახანს ესე იგი ირანმა განაცხადა რომ საქართველოს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდაო ისრაელს ჩვენი ბაზების შესახებოდა ეს ახალი საფრთხე იქმნებოდა და მადლობა ღმერთს რომ ამას ყველაფერს აერიდა ჩვენი ქვეყანა და მალე დასრულდა ეს უბედურება რაც მართლა რთულად იყო ჩემთვის წარმოსადგენი ერთი კვირის წინ რომ ასე მალე დასრულდებოდა ყველაფერი და კიდე კაი რომ ტრამპი მიხვდა როგორ უნდა ელაპარაკა რომ თქვა რომ აქ ყველა გამარჯვებულია მათ შორის ირანიო რომელსაც დარჩებაო ნავთობი და იქ რაღაც სამხედრო ბაზის რაღაც ნაწილებიო სხვა შორის და ბოლომდე არ დაინგრაო ეს ქვეყანა და მოულოცა ყველა მხარეს კი ბატონო სხვა შორის აი ხომეინის
ხომეინმა მიბაძა სააკაშვილს, მე ვთვლი რომ ეს აშკარად მან მოიპარა სააკაშვილის იდეა, იმიტომ რომ სააკაშვილი პიონერი იყო ამ შემთხვევაში და პირველად გააკეთა მან ეს მსოფლიო ისტორიაში, წაგებული ომი იზეიმა როგორც გამარჯვება და აზეიმა ხალხს, ზუსტად იგივეს აკეთებს ხომეინი, მაგრამ ნუ მინდა უთხრა მას, რომ ის პირველი არაა, პირველი აგერ ეს იდეა ჩვენ მესამე პრეზიდენტს ეკუთვნოდა, რომ ხალხისთვის ეთქვა, რომ წაგებულ ომზე რომ მოგებულები ვარ და ნუ ამ ხალხში ეპოვა ისეთი ბრბო, ვინც იზეიმებდა, ხო და ნუ სააკაშვილმა ნახა ეს ბრბო და ეხლა ესეთი ბრბო რა თქმა უნდა ირანშიც არის, ხო? იმიტომ ხალხს ვერ უწოდებ იმას, რომ ასეთ შემთხვევაში მთელი მოსახლეობა მართალია სიმპათიების და ამპათიის მიუხედავად, მაინც კონსოლიდირდება ხელისუფლების ირგვლივ და ხშირ შემთხვევაში ასე ხდება, რომ ბევრს არ მოსვენს ეხლა ის მართლობა, რომელიც არის ირანში, მაგრამ ასეთ დროს ნაცია შეკავშირდა და კონსოლიდირდა ერთი სახელმწიფო ძალის ირგვლივ და ნუ ახლა რა ქნა, ხო, იქ? არა, იქ იყო მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების. ზოგს უხარია, რომ გადარჩა საერთოდ ისეთი ტემპით დაიწყო დაბომბები. კი ბატონო, უმძიმესი დაბომბები, 300 ბომბდამშენი, წარმოიდგინეთ, 2 კვირის განმავლობაში ბომბავდა. ნუ მართალია იქ მიზანი იყო სამხედრო ობიექტების განადგურება, მაგრამ ნუ ახლა მაინც საშიშია, ხო? ახლა მოსახლეობა იქ ისე მჭიდროდ დასახლებული 31 რეგიონია ირანში და 91 მილიონი კაცი ცხოვრობს. ნუ ირანი სხვათა შორის 700-მდე შეიძლება ვიღაცა არასწორად ამ სიაში მოხვედრილი მოსადის აგენტი ყავთ გამოვლენილი და დაკავებული. ნუ ერთს ნახეთ როგორ მოექცენ კადრებში, ნუ ეს აშინელება იყო ეს რაკეტას მოაბეს და გაისროლეს ერთ-ერთი ირანელი მოსადის აგენტად და ეხა 700-მდე ყავთ ესეთი დაკავებული, რა თქმა უნდა თითოეულ მათგანს სიკვდილით დასჯა მოელის, არ ამგონია იქ რომელიმე რამდენი ყავთ? 700-მდე. შიგნით მოსადის აგენტი რა, რომლებმაც ნუ პირდაპირ თქვათ რომ იდეალურად იმუშავეს რა, თქვათ გენერალური შტაბის უფროსი პირველი, შემდეგ შეცვალეს მეორე, მესამე მოკლეს, იქ სამხედრო პირები სამხედრო ელიტა გაწყვიტეს, მეცნიერული ელიტა, რომელიც ატომებზე მუშაობდა, დახოცეს და ეს ყველაფერი არ მომხდარა რაღაც ეს მოხდა შიგ ტერიტორიაში ირანში და ეს დიდებულად იმუშავა თქვა მოსადმა, თუმცა ნუ აღმოჩნდა ძალიან დიდი მსხვერპლიც, ეხა 700 კაცი დაკავებულია, ეს საკმაოდ დიდი დარტყმა არის. ასე რომ ნუ რა ვიცი, ჩვენ გვაქვს სურვილი და ბედნიერება იმისა, რომ თქვათ, რომ ომი გაჩერდა რა. და ნუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კიდევ ერთხელ ულოცავ მოსახლეობას. აქ დიდად იმან იმოქმედა კიდევ, რომ მოკავშირეები, რომლებიც ყავდა ირანს, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი, რომელსაც პუტინს შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის, ეხა გუშინ იყო ჩასული. და მოკლედ თავდახრილი იჯდა პუტინი და რაღაც ესე დეკლარირების დონეზე უწევდა ისევ მხარდაჭერას, უცხადებდა მხარდაჭერას ირანს, მეტი არაფრის თავი უკვე რუსეთს ამ ამბავში არ აქვს და არადა სულ ახლო წარსულში ახალი წლის დასაწყისში დადო ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ირანმა და რუსეთმა და როგორ შეასრულა ეს რუსეთის ფედერაციამ ეს ძალიან კარგად ვნახეთ გუშინ. კი, მაგრამ არ ეხა უყურე ერთი მომენტი რა. შეხვედრის დროს. რუსეთის ერთგულებაზე საუბარი ცოტა სასაცილოა და საერთოდ პოლიტიკაში ხა რუსეთის ერთგულებაზე ხა კი ბატონო, მაგრამ საერთოდ პოლიტიკაში რაღაც ქვეყნებს შორის ერთგულებაზე საუბარი ცოტა სასაცილოა და არასერიოზულია ხა რასაც ჩვენ ვხედავთ და რა ურთიერთმოწყობების და გადაგდების ფაქტებს უყურებთ, რომ ნუ აი უბრალო ადამიანებში არ ხდება ისაც დიდ პოლიტიკაში ხდება, ხო, ნუ საოცრებები. ირანა ეს ომი, რომელიც იყო ძალიან ხანმოკლე, საბედნიეროდ და მალე დასრულდა, ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა რუსეთისთვის. ყველაზე მომგებიანი და კიდე გაგრძელდება ეს მომგებიანობა, ეს არის ნავთობის ფასები და ეს არის ჩინეთის, არა რუსეთი ჩინეთზე დამოკიდებული, არამედ ოდნავ ვექტორის მოტრიალება, ჩინეთი გახდა უკვე ცოტა მეტად რუსეთზე დამოკიდებული, ამ ომმა გამოიწვია ეს. ანუ
ის რაც მოხდა რუსეთმა ამით თავის ეკონომიური ბარელი ნავთობების და რუსული ნავთობებზე მოთხოვნის გაზდა, იმიტომ რომ გაგწა საფრთხე რომ 6 წამყვანი არაბული ქვეყანა ვეღარ გაიტანდა სპარსეთს ყურიდან გააქვთ ამათ და ეს არის ისეთი დიდი ქვეყანები იყო ირანის მხრიდან მუქარები რომ სრუტეს დახურავდა, დაკეტავდა, დანაღმავდა პერიოდით ძალიან ცუდად მუშაობდა, იმიტომ რომ იქ ხიფათი იყო რაკეტის მოხვედრის, ხო და ეს ტანკერებია და ჯერცეთი ეკოლოგიური კატასტროფა რამხელა არის. ამასო თავი დავანებოდა. მეორე ხა იმ გემწარმოებებს და იმ ნავთობგადამზიდ კომპანიებს უნდათ ხა ჩაძირული გემი და ეს ხარჯები და ეს უბედურება და იგივე სადაზღვევო კომპანიას უნდა ესეთ შეარება. სულ ძირითადად ოპეკის ქვეყნებია იქ მთელი ეს გალფის რეგიონი მთლიანად არის მსოფლიო ნავთობის 20% სწორედ აი ამ მეტი რამდენადაც ვიცი, იმიტომ რომ აქ საუბარი საუდის არაბეთზე, გაერთიანებულ არაბულ ემირატებზე, ერაყზე, კუვეიტზე, ბაჰრეინზე, ნუ აი წარმოიდგინე მართლა და თავად სპარსეთი რა, თავად სპარსეთი ემატება ამათ და ნუ ფაქტიურად ეგ არის ხო? და ეს აზიური, ანუ არაბული ნავთობი ეგ არის, მეტი კი აღარაფერი აღარ დარჩა. რა ფაქტია 1/3 მსოფლიო იმის კი ბატონო, ხო, 1/3 ალბათ და ჩინეთი პირდაპირ იყო მიბმული ირანის ნავთობზე ამომმა და ახლა რა დაზიანებებმა ჩინეთს საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა. ერთადერთი რაშიც სანქცია ვერ მუშაობდა ხა ირანში 6000 სანქცია აქვს ამ ქვეყანას და ნავთობზე რომელშიც ჩინეთი ეხმარებოდა გემიდან გემზე გადაქონდათ და ჩინეთს იყო ძალიან იაფი ნავთობი. კი და იმიტომ რომ მუდმივი ესე ვთქვათ ერთადერთი ლამის ერთადერთი გასაღების ბაზა ერთადერთი გასაღების რა თქმა უნდა ხა იმ ფაში არ მისცემდა ირანი ხო არა ჩინეთიც უკვე სარგებლობდა ამით და უცბად ეს ყველაფერი დაკარგა ჩინეთმა ეს საოცარი პრივილეგიები და გახდა უკვე რუსეთზე დამოკიდებული ხო და მე კიდევ ამბობ ხა პუტინი არ არის ის ადამიანი რომ რაღაც ვიღაცისთვის შეფიცული ერთგულებისთვის თავი დაედო პუტინი არის ის ადამიანი, რომელიც პრაგმატულად უყურებს ყველაფერს რა, პრაგმატულად თავისთვის მომგებიანი და ამ შემთხვევაში მისთვის მომგებიანი ომი. ყოველ შემთხვევაში პუტინს აქ ამ რეგიონში წონა აქ დაკარგული, ეს უკვე ვნახეთ ეს მაგალითად სირიის მაგალითზე, სადაც თავისი ახლო მეგობარი ბაშარ ალ-ასადი იქ ყავს უკვე რუსეთში გაქცეულია, აქ არის მოსული სირიაში ხელისუფლება მართალია ცოტა ტერორისტული წარსულით, მაგრამ უკვე ქონდა შეხვედრა. ძალიან მძიმე ტერორისტული წარსული. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ნუ თითქოს არაფერი, რომ ასეთი წარსული ქონდა, ტრამპმა ისე მიიღო შეაქო ბევრი კომპლიმენტები უთხრა და გამოხატა თანამშრომლობის სურვილი. საუდის არაბეთში მოხდა ეს შეხვედრა ერთი თვის წინ. პრაქტიკულად ამით რუსეთს ანახეს, რომ მისი გავლენები ამ ქვეყანაში პრაქტიკულად შესუსტებულია, ისევე როგორც ირანელების თვალში ეხა პუტინმა დაკარგა ნდობა და პატივისცემაც, იმიტომ რომ პუტინმა სიტყვიერი მხარდაჭერის გარდა ვერანაირად ვერ დაეხმარა ირანს აი ამ სიტუაციაში. უარესი მდგომარეობა აქ დღეს რუსეთს თავის სამეზობლოში, ნუ არ ვიცი ხა ყველა აქცია ზურგი რუსეთს, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში ახალი ნატოს წევრები მივიღეთ და ეს არის ნატოს ახალი საზღვარი 1300 კილომეტრში, ყაზახეთი, რომელმაც სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დადო ინგლისთან, უზბეკეთი, რომელიც უკვე ოდეკაბეს ისე იგნორს უკეთებს, რომ არც ერთ მის შეხვედრაზე არ დადის. ასეთ სიტუაცია აქვს, ხო? სომხეთთან და ჩვენ ახლა აზერბაიჯანი დღემდე თხოვს რუსეთს ბოდიში მოიხადოს იმისთვის, რაც დაემართა აზერბაიჯანულ ლაინერს 2 თვის წინ. ჩვენი და სომხეთის დამოკიდებულებაც უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია რუსეთთან მიმართებაში და აი ასეთი გაუარესებული ბალანსის დარღვევა, აი იმ ბალანსის არსებული ბალანსის დარღვევა, თქვათ ეხა მოსუსტებული ირანი, ხო? ამ შემთხვევაში ვიღაცა რო სუსტება რეგიონში, სხვები ძლიერდებიან, ხო? ამ სხვებში სამწუხაროდ ჩვენ არანაირად არ შევდივართ რა, მაგრამ არის ესეთი დიდი თურქული იდეა, ეს პანთურქული იდეა, ეს ჩემი მოგონილი არ არის და ეს მთელი რიგი თურქი პოლიტოლოგები და ლიდერები, რომელიც უნდა გავრცელდეს თურქეთიდან, აზერბაიჯანი და კასპიის ზღვით სანაპირო პროთურქული ქვეყნები, თურქულენოვანი ქვეყნები, მათ შორის ჩრდილო კავკასიაშიც და ნახევარ ჩრდილო კავკასია თურქულენოვანი არის. ანუ თურქულენოვანი კი არა, აი უბრალოდ ამ ოჯახს განეკუთვნება
და ეს არის საკმაოდ ხიფათი რა. ის რო თქვა რუსეთი დასუსტდა, მე არ ვიტყოდი რომ რუსეთი დასუსტდა, პირიქით მეჩვენება რომ უკრაინაში მისი პოზიციები, თქვა თუ ახლო აღმოსავლეთში დათმო პოზიციები, უკრაინაში მისი პოზიციები უკეთესად გამოიყურება ვიდრე თქვა სულ ცოტა 6 თვის წინ, იმიტომ რომ 6 თვის წინ თითქოს პერსპექტივა აღარ ჩანდა აღარაფრის რუსეთისთვის და ნუ უკრაინისთვის ის თავდაცვის რეჟიმშია და იბძვიან ის ხალხი რაც შეუძლიათ. დღეს თქვა კურსნავიჯებით და წინ მიიწევენ ხო რუსები ხო? თუმცა რა თუ ღირთ ახლა ეს კურსნავიჯები და ეს ასიმეტრით წაწევა ამხელა მართლა 800 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე არ მესმის, აი მართლა არ მესმის, იმიტომ რომ უკვე მდროარი მოლაპარაკება დაიწყოს, მაგრამ თითქოს ვიღაც უცხილავ ძალას არ უნდა ეს სლავთა წვეტა ხოცვა ჟლეტვა შეწყდეს. ხო ეხა ნუ მე ზელენსკი მიმაჩნია ფიგურა, რომელიც არაფერს არ წყვეტს თავის ქვეყანაში და მას როგორც თიც დაუქნევენ, ისე უნდა მოიქცეს, ხოლო პუტინი მიმაჩნია რომ ყველაფერს წყვეტს ერთპიროვნულად, მაგრამ ნუ არაჩერებს ეს ადამიანი, ხო ამ აგრესიას. არც იქიდან მოდის რაღაცა ისეთი ნიშნები, მე რა ვიცი, რამდენჯერმე მქონდა იმედი, რომ აი დასასრულისკენ წავიდა და თქვა არესტოვიჩის გაცხადება იყო ბოლოს ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა შევეგიოთ ყირიმისა და 4 რეგიონის დაკარგვას. თორე მოგვიწევს ძალიან ცოტა ხანში ყირიმი თავისთავად და 8 რეგიონის დაკარგვაო და ეს მომეჩვენა თან ისეთ რეგიონებზეა ლაპარაკი, რომ იქ რო ერთი მოსახლე არ უჭას უკვე უკრაინა ხა დონბასს ბომბავდნენ რამდენი დღეები, ხო ისევე როგორც თქვა კიევში ვეღარ იპოვი ვიღაც პუტინის, ხო შეუძლებელია ესეთი რამე იპოვო, ხო? ასევე ალბათ დონეცკში ვერ იპოვი ვიღაცას, ვისაც სურვილი აქვს უკრაინასთან ერთად ცხოვრების. მართლა ვეღარ იპოვი და მე ესე მგონია და არის რაღაცეები, რომ უკვე ალბათ დასათმობია და გასაყოფიც არის რა. მით უმეტეს ახლა ძირძველი უკრაინული მიწები და ძირძველი უკრაინული ყირიმიო ვერავინ ვერ იტყვის, არასოდეს არ ყოფილა ეს ყირიმი და ხა ლენინმა ვიღაცას რაღაცა მიუერთა, ეს არ ნიშნავს, რომ იმისი იყო და მათი იყო, თუმცა არც რუსული არ იყო. არც რუსული არ იყო, იქით თურქული, იქით რომის იმპერია, ასე რომ მიუყვეთ. არა, ეხლა ნუ თქვა ჩვენ რომ აფხაზეთზე პრეტენზია გვაქვს და სამაჩაბლოზე პრეტენზია გვაქვს, არ არის რა, აფხაზეთი და სამაჩაბლო არ არის უკრაინისთვის ყირიმი რა, ნამდვილად არ არის რა, ეხლა შედარებისთვის ვამბობ რა. ყირიმს ეხლა ძალიან სერიოზულად უტევენ დღეს და გუშინ იყო რაღაც ესე იგი ამ სამხედრო აეროდრომებზე და ბაზებზე და იქ სადაც ეს თავიანთი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება აქვს ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენეს. ეხლა უკვე კი და უკვე ამბობენ კიდევაც უკრაინული მაღალჩინოსნები, რომ ეს გამოიგონეს ბალისტიკური რაკეტა, უკვე რომელიც იწარმოება უკრაინაში, რომელთაც უკვე თავისუფლად შეუვლიათ კერჩის, აი ამ ხიდის კერჩენსკი most. როგორც ქვია, ამ ხიდს დაარტყან, იმიტომ რომ ეს ხიდი არის ძალიან მაგრად დაცული, ამას არაფერი არ შვილის ბალისტიკური რაკეტის გარდა და ხო იცით ახლა რა სისწრაფე აქვს, ვერაფერი ვერ იჭერს ამ რაკეტას. არაფერი არ შვილის, ერთმა ტერორისტულმა ახთმა მაგრა გაჭა, თუ გახსოვს სატვირთო მანქანა აფეთქდა და იმდენად ზავად აფეთქდა, რომ ის გვედანაც ხა იქ უკვე ძალიან ყურადღებით არიან, რომ სატვირთოები მოწმდება თავიდან ბოლომდე, ეხლა ეს არ გავა, ხო? ამიტომ ის ხიდის ქვეშაც რო დაუდეს ასაფეთქებელი იმას თვეებით ამზადებდნენ და ბალისტიკური რაკეტა რა არის? ერთი გაისვრი და 10-დან 1 მაინც მოხდება. ესეც სიტუაცია. ყველა ზანეკ ხიდით კი ვარ რა ყოველთვის. მართლა ვიძახი რა. და ნუ მე მზად არის თქვა კიევში მშვიდობიან რაიონში ჩაგდოს ბომბი რა. ამით იმუქრება ყოველთვის და ნუ ახლა ისო პუტინი ამას არიზავს და პუტინი ამას არ იკადრებს, მე არ ვარ იმაზე, რომ პუტინი რამეს არ იკადრებს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს იკადრებს და რა თქმა უნდა, ყირიმის გარდა სხვა რეგიონებიც აოკუპირებული, მაგრამ ყირიმს აქვს ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობა, იმ პორტ სევასტოპოლის, იმიტომ რომ იქიდან ყველაფერი იქიდან კონტროლდება. ანუ აზოვის ზღვიდან რო ჩამოდის გემები მთელი არა, აზოვის ყირიმი უკვე თავისთავად აზოვის ზღვა შენი შიდა ზღვა არის, ესე იგი მთელი ყურადღება, ანუ მთელ შავ ზღვაზე დომინირებს რუსეთი და ნუ ხა ამის დაკარგვა რუსეთისთვის, რა დარჩა მე რუსეთს იქ იმაში დალნივასტოკში, ვლადივოსტოკის პორტი და იმის რა ქვია იმას პეტროპავლოვსკ და კამჩატკე რო აქვს. ეს არის ძალიან რუსეთისთვის, რომელსაც გადასაწყვეტია ევროპულ ნაწილში, რომ ის არაფერს არ შველის. ასევე სევერამორსკი აქვს, ხო იცით კიდე?
წელიწადში 9 თვე გაყინულია და არაფერში არ ადგება პრაქტიკულად და ბალტიის ზღვაზე რაც ხდება ეხა იქ ის იმდენი სრუტეებია გამოსავლელი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეხა მისთვის ამიტომ რუსეთისთვის არის ყირიმი რომ რადგან სწორედ იქცევა ახლა პუტინი ამ თვალსაზრისით რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ეს კუთხე იყოს ეს ნახევარკუნძული იყოს მაქსიმალურად დაცული რაც ვნახეთ დღეს და გუშინ რომ არ ასე ადვილად არ გამოდის არის ის რომ აგერ წერენ ეთყობა მართლა სერიოზული პრობლემაა ბევრ ადგილას ბევრ რეგიონში ეთყობა სხვადასხვა იმიდან აი რამდენი 4 მოწერილი არის ახლა ის ორი ადამიანი ჩაგვერთო და იგივე გითხრა თუმცა არიან ადამიანები რომლისთვისაც ისმის არ ვიცი ხა რაშია საქმე მართლა ვერ ხვდები ტექნიკურად შეიძლება აბსოლუტურად ხვილად საუბროთ მაგრამ ნუ რაც არის ეს არის მოდი ხა სულ ნეგატივზე სულ ომზე სულ უბედურებაზე და დაჭერა ციხეზე გვაქვს საუბარი ნუ მეტი არაფერი არ ხდება მაგრამ გვაქვს სპორტული სიხარულები ხო ნუ ქართველი ძიუდოისტებმა ნუ რაღაცა სასწაული ჩაიდინეს ესე იგი ამდენი წელია ეს გუნდური კვარაცხელია მხარით გაიტანა კვარაცხელიას ნუ აი სადაც ბურთი როგორ მოხდეს და მნიშვნელობა აღარ აქვს ის გოლს ნიშნავს უკვე ნუ რა ისე არის უძლიერეს ფეხბურთელი არის უპოზიტიურეს ფეხბურთელი არის აი ყველაზე მშრომელი ფეხბურთელი რაც ალბათ როდესმე ყოლია რა რომ არავის არ იყოს ესეთი მშრომელი არც ერთი არ ყოფილა და თან მოდი ესე ვთქვათ ყისმათა ფეხბურთელიც არის რაც ნუ აი გადას ისე კარგად მოუწია ვთქვათ იმ რუბინში მე კოვიდმა მოუსწრო რუბინიდან წამოსულიყო განთავისუფლებულიყო მე მოხდა ალბათ იდეალურ კლუბში პირველი ეტაპისთვის ნაპოლიში მართალია ნუ უმადურ ხალხში მაგრამ მოხდა იქ მე გადავიდა კლუბში რომელიც ევროპაში იმ წელსვე გახდა საუკეთესო და ნუ ლიგა მოიგო ეხლა შეიძლება სოფლიო კლუბების სოფლიო ჩემპიონატის ნომერ პირველი ფავორიტია ჩემის აზრით და არ გამოვრიცხავ რომ ხვალე სხვა ჩვენს მესის დაუპირისპირდება მესის გუნდს დაუპირისპირდება მოგეთ კვარაცხელია მოასწრო რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ნაკრებში რონალდოს წინააღმდეგ თამაშობდა ეხლა საკლუბოზე ალბათ ვეღარ იოცნებებდა ევროპიდან რომ მესის შეხვედროდა და ამერიკაში გადასულ მესის და მოუწევს მის წინააღმდეგ თამაში და დარწმუნებული ვარ კვარაცხელია ამ მატჩში როგორც გუნდურად ისე პირველად მესიზე უკეთესი იქნება აი დარწმუნებული ვარ რა წინასწარ ვიძახი მაგრამ ძიუდოისტებზე რო არ თქვა ხო ნუ არ შეიძლება ეს სასწაული რა ჩვენმა ძიუდოისტებმა ჩაიდინეს ამდენი წელია მოგეთ ეს ქალთა და ვაჟთა გაერთიანდა და გუნდური ჩემპიონატია და ნუ იქ მეორე ადგილისთვის იბრძვიან ესე ვთქვათ დანარჩენი გუნდები მეორე მესამე ადგილისთვის იმიტომ რომ იაპონია არის უპირობო ფავორიტი რა დამატებითი დროსაც 4-ით ერთზე დავამთავრეთ და ბოლომდე არ დაგჭირდა ჭიდაობა ისეთი გავატყლაპანეთ და გავაკარეთ ზურგზე ნუ აქ უნდა გამოიყოს ეთერლი პარტელიანი ნუ ეს გოგო ყავს აი ოქროს გოგო რა მართლა ვიძახი რა რაც აი კვარაცხელიან ფეხბურთში მოიტანა ის აი გოგო ვინ არავინ არ ელოდება საქართველოში გოგონა თან თუმე წლები მარტო ვარჯიშობდა აი ეს ქალთა ძიუდო მიუღებელი რამე დღეს უკვე ისეთი პოპულარიზაცია აქვს ეხლა ნახე დარბაზში შედის სადღაც და 50 გოგონა კიმანოებში გამოწყობილი შემოეხოიან პატარები ანუ უკვე პოპულარიზაციის ხაჭოს ეს ჭიდაობის ისახეობაა რომ აი ქალსაც უხდება რა მართლა ისე დახვეწილი და დარაკაი გოგოები ყავს უყველა შეხედავ გესიამოვნება და ნუ რაღაც სასწაული ჩაიდინა ესეთ შედეგები საერთოდ ეხლა ადამიანმა 9 შეხვედრა მოიგოს ხო ეს იყო როგორც პირადი ოქროს მედალი აიღო მან და პიროვნულად სოფლიო ჩემპიონი გახდა და გუნდთან ერთად ხო ნუ კიდევ ვიძახი იაპონიის ჰეგემონია დაემხო პირველად რა გუნდურში აი აქამდე ეს არ ხდებოდა და 9 შეხვედრიდან 8 იპონით მოიგო ხო და ესეთი რამე აი არ ვიცი ალბათ კაცთა ძიუდოში არ ყოფილა რომ 9 შეხვედრიდან 9-ვე მოეგოს და 8 იპონით რა ანუ სუფთა გამარჯვება დროზე ადრე აი რა ვიცი მე არ მახსენდება რა ესეთი რაღაცა რა შეიძლება ნუ დიდი ის ცოდნე არა ვარ ჭიდაობს მაგრამ ნუ რაც არის სასწაული ჩაიდინა ამ გოგონამ ოლიმპიადაზე ეხლა უკვე რეიტინგით პირველია და რა თქვა უნდა მისგან ოქროს გარდა აღარაფერს აღარ მივიღებთ უარს ვამბობთ რომ სხვა სინჯის მედალი ჩამოიტანოს და რა ვიცი ძალიან მაგარი იყო იგივე თუშიშვილი რომელმაც ნუ აი არ ვიცი რა ფინალი ნუ აი რაღაც იმიტომ რაღაც წესებში შეიცვალა თორე აუცილებლად ტასოებმა აღნიშნა კიდევაც ეგ სხვა ჩვენს ის ოსი მოჭიდავე რა და აქედან წასული ოსი მოჭიდავე ვინც ფინალში გაიმარჯვა ძალიან ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა რა ჯერ
იმიტომ რომ გამარჯვების მიუხედავად დასრულდა ის რო ისე თუნდაც აქციელი, მაგრამ მე იყო ინტერვიუა უფრო თავარი რომ თქვა რომ აი მთელი რიგი მიზეზების გამო გამარჯვება შეიძლება თუშიშვილისთვის ყოფილიყო მისაცემი რა ისეთი განცხადებები გააკეთა და ნუ აი ამისთვის დიდი მადლობა მოჭიდავეს მაინც საქართველოსთან რო არის აბაყად ვიტყვი რომ ეს ადამიანი საქართველოსდანაა წასული და აქ ჩვენი სკოლის წარმომადგენელია ისაც და რა თქმა უნდა როგორც სპორტსმენს წარმატებებს უსურვოთ მასაც მოგეთ გვაქვს ესეთი მცირე სიხარულები, კარგი იქნება ეს სიხარულები თუ პოლიტიკაში და ეკონომიკაში შემოა, განსაკუთრებით ეკონომიკაში, იმიტომ რომ მოდი ახლა პირდაპირ თქვათ რა ვისარაც უხებს ჭიჭევასაც გარეთ ეგდება რუსთაველზე თუ სადღაც კამერაში წამოგორებული და ორ ტელევიზორს უყურებს. მე შენ გეტყვი რა იმათნაირი ციხეა და მეგის გარდავა აწამებს თუ რა ხო ეს არავის არ ადას, მაგრამ აი პენსიონერი რო საჭმელს ვერ იყიდის და წავალს ვერ იყიდის ეს მართლა პრობლემა არის ქვეყნისთვის და არა მარტო ქვეყნის ადამიანების პიროვნული პრობლემა და ტრაგედიაა რა სხვა თუ არაფერი და სწორია. რა ვიცი ოთარ მოკლედ აი პოზიტიური ვცადე, მაგრამ სპორტს ვერ გავწვდი და მართლა ძალიან სასიხარულო ამბავია. არც არ ხარ ნეგატიურზე სასიხარულო ამბავია და ორმაგად სასიხარულოა ის, რომ ის სადაც ძიუდო დაიბადა, ის ქვეყნებით დაამარცხეს არა, ნუ ქართველებმა, აქ იყო მილიარდნახევრიანი ჩინეთის დამარცხება. წარმოიდგინეთ. ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. მანამდე იტალია რა კიდე რა იტალიას ოჩოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალში შევხვდა. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდით იყო. და ყველაზე მთავარი ეს რინერის გარე მართლა ნუ ეხა ამ ხელა სპორტსმენები ესეთი პატარა კაცი არ მინდა რაღაც ინტერვიუ მე აღარ მონაწილეობ, მაგრამ თუშიშვილი ჩემპიონი ვერ გახდა. ეს მაშინ თქვა, როდესაც ფინალი წაგო თუშილი, მაგრამ თუშილი მაინც გახდა სოფლიო ჩემპიონი და პატრიოტულ რინერს კიდე არასოდეს არ ღირსებია საფრანგეთის სამეულში მაინც შეეყვანა. ასე რომ თუშილი ბევრად მაღალ ესე ვთქვათ პრედესტალზე ავიდა, ვიდრე ეს რინერმა შეძლო როდისმე საფრანგეთთან ერთად რა და ეხა 70 მილიონიანი საფრანგეთი რო ვერ ახერხებს და 3 მილიონიანი საქართველოს იმას ახერხებს ამ მოსტრების უზარმაზარი სპორტული ქვეყნების წინაშე ეს რა ვიცი, ეხა რინერის ადგილას მე ბევრს აღარ ვიტრამახებდი რა. ღმერთმა ქნას მომავალი ოლიმპიადა თუშიშვილმა და ლიპარტელიანმა დაანთოს ის ჩირაღდანი და არა რინერმა. არა, ჩვენ ძალიან ბევრი ისენი ყავს. ეხა ეს კახელი რო გამოჩნდა, ეს ბახბახიშვილი რა. დედა რა მაგარი ბიჭია, ეს ვიყოფილა რა. აქამდე რატო არ ვიცოდით? მე ეხლა ვდახე ეგ და ნუ აი არის გამარჯვება, ხო, გაიმარჯვა. ესეთ ჰეგემონური გამარჯვებები და ესეთი მაგარი ბიჭი ხო? მე არ ვიცი, აი ახალი ვარსკვლავი უცბად რა გუნდურში, თორე მანამდე საერთოდ მისი არსებობა არ ვიცოდი, მე ბოდიში ვიხდი რა ეს იმას კი არ აკნინებს, რომ მე არ ვიცოდი. ჩემ ნაკლებ ცოდნეობაზეა, მაგრამ ესეთი ვარსკვლავი რომ წარმოიდგინე არ ჩანდა, რამდენი ვარსკვლავი ყავს კიდე რა. ნუ ამ ბიჭმა ისეთი გაიბრწყინა, რომ დარწმუნებული ვარ, ესაც აი ოლიმპიური მედლის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. ნუ ბექაურზე აღარ ვლაპარაკობ, სხვა ჩვენს ძალიან საწყენე რომ აი ესეთი ორი ბუმბერაზი ყავს, ბექაურ და მაისურაძე ერთ წონაში და ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთ სპორტსმენი გაყავს და სულ მინდა რაღაც იქნება წონა შეიცვალონ, რომ აი აფსუსია რა, აი მაისურაძეზე უარის თქვა. იმიტომ რომ ნუ აი ძალიან ძლიერ ნებისმიერი ქვეყანა, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხე ინატრებდა, რომ ესეთ სპორტსმენი თავის რიგი იაპონია ინატრებდა რა, გინა ბექაურს და გინა მაისურაძეს, ხო? რომელი იტყო და მათზე უარს. ნუ აი წარმოუდგენლის სიმძლავრი სპორტსმენები არიან ორივე. რა ვიცი, მოდი ისევ იმასავით მებადური და ოქროსთან დაუბრუნდეთ ჩვენ ძველ ცხოვრებას, დაუბრუნდეთ პოლიტიკას, დაუბრუნდეთ მოახლოებულ არჩევნებს. რა ვიცი, მე მგონია რომ ლიდერების გარეშე ლელო აღარ გარისკავს და აღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ანუ გადაიბირებენ 5 და 4 ნომერი, რაც ძალიან ცუდი მგონია ქვეყნისთვის. გახარიას გარეშეც არც გახარიას გუნდი აღარ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ მოდი პირდაპირ თქვათ რა, ლელო და გახარია ერთმანეთში ხედავდნენ კონკურენტს. ერთმა რო განაცხადა, მე შევდივარ არჩევნებში, მეორე წიწავსო შევარდა. რომ ის რაღაც სადღაც საკრებულოებში ადგილს დაიკავს რაღაცა და მე დავრჩები. არც ერთი არ მოველოდა ეხა ასეთ ფინალს, ეხა. არც ერთი არ არც ილაპარაკებდნენ ამ თემაზე, რომ ცოდნოდათ აქ
საითკენ მიდიოდა ეს პროცესი. ხო, არა, იტყოდა რომ ბოიკოტის რეჟიმში იმათთან ერთად და არ ვიცი, აი ხელისუფლების სტრატეგია, ოთარ მე ვერ გავიგე. თუ შეგიან მარტო, მეც ვერ გავიგე, რას ნიშნავს ეს. ეს მარტო არა, ნუ ეხლა მოდი ესე ვთქვათ, ლიბერალური ფლანგის გარდა ვარსებობთ ჩვენ ხო არსებობს კიდე რაღაც ძალები, ხო? რაღაც პოლიტიკური და ნამდვილად არსებობენ. ჩვენ შევალთ ასეთ ამბავში, არ ვიცი. აი, არ ვიცი, უკვე ისეთი მოსაფიქრებელია. მართლა მოსაფიქრებელია, საკმაოდ. თუმცა არის საამისო დრო ჯერ კიდევ, ერთი თვე-ნახევარი მაინც რომ. რავი, აი მე როგორ შეიძლება გახარიას დაბრუნებას ვისურვებდი რა. აი გულწრფელად ვიძახი რომ გახარიას, მაგრამ ნუ ახლა თუ 15 წელი ემუქრება და თუ დახვრეტა ემუქრება, ნუ არ ვიცი ხა რა. ჩვენ კი ვისურვებდით, მაგრამ არ ამგონია დაბრუნდეს. მეხა თუ ბაჩიაშვილივით რაღაც სპეცრეისი შესრულდა და იქ ვიღაც სპეც არა, ბაჩიაშვილი მოდი ეს ვიღაც გაიტაცეს და ჩამოიყვანეს, არ ვიცი როგორ მინიმუმ ეხა ოთარ მოდი აი ძალიან მიყვარს ყველაფერზე თავის სახელის დარქმევა რა. ბაჩიაშვილი როგორ იდეალური ტიპიც არის და მინიმუმ საზღვის უკანონო კვეთა ხა აქ ჩადენილი. მორჩა ხო? ანუ ერთი სისხლის დანაშაული ხო სახეზე ამაზე ხო ვერავინ ვერ იტყვის ხა ბაჩიაშვილი კანონიერი გზით შეძურა საბარგულში და მაგაზეც აქვს პასუხი. სამაგიო თვითონაც უკანონოდ გამიტაცესო ამბობს. არა, ამ შემთხვევაში სამაგიერო სიტყვა აღარ არსებობს. შენ გაქვს უკვე ხო ეხლა სააკაშვილი ყველაფერმა და ყველაფერშიო გამართლეს ხო სიტყვაზე რა უნდა გამართლეს, უნდა დამძიმდეს და დამძიმდეს ხო, მაგრამ ის შემოპარულია უკანონო საზღვის კვეთა ხო ამაზე ხო შეუძლებელია ვინმე მიკამათოს ხო აქ ხო საკამათო არაფერი არა, ცალსახად არის უკანონო საზღვის კვეთა. ეხა ქალბატონი დააკავეს კიდე ერთი ხო? აი პირველი ქალბატონი იასგან გასხოვებთ, რომელმაც ნუ მართლა ეს მინიმალური შეხება იყო და ნუ არ მესმის რა, რამდენი ხანი უნდა იჯდეს და ძალიან მინდა რომ დროზე შეიწყალოს პრეზიდენტმა რაღაცა მოხდეს და მოხდეს გამოშვება ქალბატონი იმისი რა ქვია მზია ამაღლობელის. ამ მეორე შემთხვევაში 21 წლის ბიჭიც, ნუ არა ვიცი. 5 წლით მათედევიძე ნუ გავამხნევებთ, აი ხა შეიძლება ეს ბიჭი გვისმეს და გვიყურებს და ნუ გავამხნევებთ რომ შენ udanašaulot არ ძიხარ, შენ ჯოხს უტყავდი პოლიციას და კანონი სწორად ჯოხი ჩატყმილ პოლიციელს ეგეთი არ არსებობს. უბრალოდ ჩემი სასწრაფოდ ეს ბავშვი არის შეცდენილი, არის ვიღაც პოლიტიკანების მიერ რაღაცო რუსეთისგან იცავს და იმ პოლიციასო ჯოხს ჩაატყავს რუსეთისგან საქართველოს გადაარჩენს და ეს ვიღაცები არიან ნაძირლები ჩვეულებრივი და ეს ბიჭი ცოდვა ეხა ამის ცხოვრება წინა და 5 წელი ციხეში ის ნიჭიერი ბიჭი ესე საცოდაობა ეხლა ამის ჯდომა კიდევ ვიძახი ხო თან მე ხო არ ვიყარია რა, მაგრამ udanašaulotის არ ზის udanašaulot ის დანაშაულის გავაბარა, ნუ არ ვიცი, ალბათ რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. მანაც უნდა გაიცავს ის, რომ გარდან უყიჟინებ, რომ შენ მირიხარ და არა udanašaulot არ ზიხარ და არც გმირი არ ხარ. გაგდიოდა და ურტყავდი და გეგონა რომ ეგრე რევოლუციას მოახდენდი და მე საერთოდ არა, ეგრე არ არის, მაგრამ აქ მეორე მხრიდან შევხედოთ, რომ ეს ბიჭი არის შეცდენილი, ეს ბიჭი არის ვიღაცა პოლიტიკანების მიერ თქვათ იგივეს ვერ ვიტყვი ის ქალბატონი ბოლოს ქალბატონი რო დააკავეს ეხლა მანდატურებს სილებს ურტყავს რეგრიგობით თუ ავიცი ხა ის კადრები რაც ნახები აგრესია მინახია და ის ხალხი საფრთხეთო იყო საზოგადოებისთვის ხო ის ქალბატონი მზიასგან განსხვავებით რომელიც აი მინიმალური შეხება იყო ნუ აი ვეფხუსებთა ოჯახიდან ის არ იყო ქალისებთა ოჯახიდან ხო რაღაცა ნუ აი ტრაგედიას სახიფათო თუმცა კიდევ ვიძახი ხო ეს არის აი პოლიტიკური ისტერიკის შედეგი როდესაც ადამიანი კარგავს სახეს, ყველაფერს კარგავს, ხო? ეხლა სახე დაკარგული იყო, ეხლა მანდატურები რაც შეეუნებოდნენ დაწყრადად გაბზანდით, ხო? კარგად ჩანს იქ და სახეში უთხოვს ყველას, ვისაც შეძლო. რამდენი დათყვა შეიძლება ყველას დაარტყა და ეხლა ნუ მეტი რაღა იქნა, არ ვიცი რა. არ ვიცი მოგეთ ოთარ კიდე ერთხელ ვიძახი რომ ამდენი პატიმარი არ გვიხარია ეს ახალგაზრდები განსაკუთრებით ჩვენი ტკივილი და ჩვენი ტრაგედია და ძალიან მინდა რომ ძალიან მოკლე ხანში გამოვიდნენ და ამისთვის მოდი მათი სინანულიც უნდა იყოს ესე არ არის რომ ეხა ადექი და შეიწყალი და იძახს რომ მე სწორად უთხრა სწორად პოლიციისთვის თავში ჯოხის ჩატყმა არ არის არც ერთ შემთხვევაში სწორად არ შეიძლება შენ იყო მართალი და სწორად ჯოხის ჩამტყველი და გამოთქვა ჩვენი კიდე ერთხელ სურვილი და იმედი რომ რაღაცა დალაგდება რაღაც ეს ახალგაზრდებიც რაღაცას თავიანთ სინანულს გამოთქვავენ ხელისუფლება თავის სინანულს გამოთქვავს აი კიდევ ვიძახი და ამ შემთხვევაში ხო ჩვენი პოლიტიკური მიზნები აქ არ იკვეთება და რაღაცა კარგი მოხდება რა ვიცი აი ამ ნოტაზე მინდა დავამთავრო დღევანდელი შეხვედრა რომელიც ზუსტად არც ვიცით კარგად ისმოდა თუ არა ყველგან იმიტომ რომ გონი უმეტეს შემთხვევაში არ ისმოდა კარგად რა კარგად ბრძანდებოდეთ